მე ვფიქრობ, რომ პასიურობა ხალხის მხრიდან არ არის მას შემდგენ განსაკუთრებით, რაც აი ამ გავრილოვის ღამიდან სოფლიომ არაერთხელ ნახა ასეულ ათასობით ქუჩაში გამოსული პროტესტანტი ადამიანი. აი ამ პროტესტანტულმა ტალღამ მოახდინა შეუძლებელი და დაძრა სასანქციო ტალღა დიქტატორისა და რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო. რო არ ყოფილიყო აი ეს ხალხის გამოსვლა და სოფლიოს არ ეხილა მოპროტესტო და პროტესტანტი სახეები გარეთ გამოსული. ვერანაირი შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტია ამ სანქციებს ვერ დააგვირგვინებდა. ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წელს უთხარით ვაშინგტონში, რომ სანქციების გარეშე ამ ბაღლინჯოს ვერ მოიცილებთ. სხვა ჩვენში მეღიმებოდა ხოლმე, როცა თქვენ ეღიმებოდა სახში დასანქცირდება ყველა ვარიანტი. ლამის სახშიც ეღიმებოდა. თქვენ ახლა ამას რო ვამბობდი. 14-ში ვეუბნებოდით ამერიკელებს, 15-ში ევროპელებს ეს შემზადა, რა თქმა უნდა, შევამზადეთ საზირკველი დასანქცირებისათვის, მაგრამ რო არ ენახა ვაშინგტონს და ბრიუსელს და ლონდონს ხალხი, არ იქნებოდა დღეს ის ვითარება, რამაც უნდა დაამთავროს და ჩამოშალოს რეჟიმი. ხო, მაგრამ მაინც ნაკლებად რეაგირებენ. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ნებისმიერი ამბავი, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება, არის უზომოდ გასაბრაზებელი. ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა სოციალური ადამიანის უფლებების კუთხით, რეპრესიები, წარმოუდგენელი სურათია, ხო? ქვეყანა ბოლოს და ბოლოს ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს უშვებენ ციხეს. უნივერსიტეტის ეზოდან მიყავთ სტუდენტები, რაც არ გაუკეთებია არც რობესპიერის ტერორის დროს საფრანგეთში არავის, არც ბოლშევიკების ტერორის დროს არავის თავშეაზრად არ მოსვლია, რომ ბავშვები თანატოლების თვალწინ სასწავლო დაწესებულების ეზოში დაეპატიმრებიოთ, აი მართლა გულისხმდება ამას რო უყურებ და მახსენდება 78 წელი, როცა ჩვენ გავედით ქართული ენის დასაცავად გაქანებული კომუნისტური ანდროპოვის წლებში და იმხელა მიტინგი მოეწყო რუსთაველზე და დაიხია მერე მოსკოვ მოუკვანდა და დარჩა ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსის რანგში. შემდგომ წლებში უნივერსიტეტის ეზო იყო პროტესტის ცენტრი, ჭანტურია, გია, ირაკლი წერეთელი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, იქ მოდიოდნენ კომუნისტების დროს, ჯერ კიდევ ბრეჟნევის პერიოდში. იქ ატარებდნენ აქციებს და არავის აზრად არ მოსვლია მაშინდელ კგბ-ს, რომ იქ ეზოში თანატოლების და ახალგაზრდების თვალწინ ვინმე დაეჭირა. ბორკილები დაედოთ უნივერსიტეტთან სტუდენტებს. ეს ბორკილები ვინ შემოიტანა იმ ჩაჯდომა ამოჯდომებთან ერთად რაღაც საოცარი. მე ახლა პროკურატურაში ვარ ნამუშევარი, მინახავს უმძიმესი დამნაშავეების პროცესი მკვლელების და ყაჩაღების და ბანდიტების. არავითარი ხელ ბორკილი არ არსებობდა. და იმას ვეძახით ჩვენ დიქტატურას და ეს არის საოცარი დემოკრატია რო გვპირდებოდა. არ არსებობდა ბორკილი თუ ახლა არ გაგიჟდებოდა პატიმარი და არ დაიწყებდა თავში ტყმევას ან ვიღაცას არ დაესხმებოდა, იმ შემთხვევაში შეიძლება ბორკილი დაედოთ. ყველაფერს აკეთებენ რომ დამამცირებელი ფორმით, დამთგუნველი ფორმით მოახდინონ საზოგადოების დემორალიზაცია, მაგრამ ეხლა ამაზე ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ პირდაპირ გეტყვით პროტესტის ტალღა ისეთია რომ დუღს და გადმოდუღდება. ეხლა თქვენ რაც ვკითხეთ აი ამდენ უბედურებაზე რეჟიმის მიერ ჩადენილ საქმეებზე, რატო არ გამოდის ხალხი, ვიმეორებ, ხალხი გამოვიდა არაერთხელ და ამან თავისი ისტორიული კვალი გააკეთა და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ რეჟიმის ჩამოსამხობად სანქციები ყველაზე გამართლებულია. რა თქმა უნდა და ისიც რომ ეხლა არ არის ბევრი ხალხი ქუჩაში არ ნიშნავს რომ ის პროტესტი სადმე წავიდა, მაგრამ უფრო ძლიერდება. მაგრამ აი რა ეს სიტყვა თუნდაც ნოდარის ანონსიდან ჩამჩა, სხვა შორის აღარ მახსოვდა ეს ინტერვიუ, სუპი მაქვს და სუპს ავჭამ. რატომ ხდება აქამდე ადამიანების აზროვნების დაყვანა? აი რის შედეგია ეს, რომ შენ არ იბრძოლო უკეთესი მომავლისთვის, რომ შენ დაკმაყოფილდე? აი მაგას გეტყვით, ვინ ჭამს იმ სუპის რო ენატრება იმ ხალხის ფულს, ფაქტები წამოვიღე და მაგას მოგახსენებთ. ეხლა ბარემეს თქვენ საინტერესო კითხვის დამაგვირგვინებელ ფინალში გავიდეთ, რატო არ გამოდის ხალხი? ვიმეორებ, ხალხმა თავისი გამოსვლით თავის საქმე გააკეთა, თუმცა ხალხი შესანიშნავად მიხვდა, რომ მარტო ერთი გამოსვლა, ორი გამოსვლა და სამი გამოსვლა რეჟიმს ვერ დაამთავრებს, თუ გვინდა ჩვენ რომ აქციებით ჩამოვშალოთ, აქცია სჭირდება ძალიან სტაბილური პროცესი, არ შეწყვეტა მიტინგების. ეს შეკრება დაშლა არ მოშლა კარგია გარკვეულ სიტუაციებში, მაგრამ არა ამ პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ აღნიშნულისათვის საჭიროა დიდი რესურსის მობილიზება, მთელი რუსთაველის გადაკეთვა კარვებით,
იყო გადაკეტი. 24 ნუ აი ესე რუსთაველი იმდენი ადამიანი იდგა Facebook-ი რომ მიგდებს ხოლმე მოგონებებს, აი მე თვითონვე გაოგნებული ვრჩები იმდენი ხალხი იყო, მაგრამ აი სტაბილური დაძაბულობის ცენტრი ვერ შეიქმნა. დაძაბულობის ცენტრი. ასევე საჭიროა ივანიშვილის სასახლებთან მისასვლელი პარამეტრების გადაკეტვა მთლიანად, ჭორვილამდე და შეკვეთილამდე, აღარ საუბრობ სოლოლაკთან და თაბორის მთაზე და ღამე კოცონების დანთება რომ სოფლიომ და CNN-მა ჩართოს და ეს ნახოს ყველამ, თუ გვინდა ჩვენ აი ესეთი მშვიდობიანი რევოლუციური გზით რეჟიმის ჩამომხობა. მაგრამ ყველაფერს ამას რაც მე ჩამოთვალე, სჭირდება დიდი რესურსი. განა იმისაც რომ ხალხს დაურიგოთ მოსვლაში, არა. ხალხი მოვა თავსაც გასწირავს სამშობლოსათვის. აი მთელი ტექნიკური ბაზის შექმნა ეს ყარვები ეს გამისთევა, ეხლა წყალი ხომ უნდა დაალევინო ადამიანებს. ამას სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი და ეს ფინანსური რესურსი მახრჩობელამ როგორც მოსკოვში ეძახდნენ, პუტინიჩმა გამოაცალა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს და საზოგადოებას თავიდანვე წლები მიდიოდა ეს კანონები არასამთავრობოებზე, გრანტებზე, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტაზე, ეს მთელი წლებით ნამუშევარი რუსეთის უშიშრობაში გათვლილი პროცესია, რომ რესურსი თუ არა ოჯახი არ არსებობს, ოჯახები იშლება და გარბიან, ზოგი ესპანეთში, ზოგი ამერიკაში, ზოგი საბჭოთა. აბა რა ქნან, საჭმლის ფული უნდა იშოვონ, სხვა რა გამოსავალი. ამხელა ტალღის სამოგორება სჭირდება ის რესურსი, რომელიც ივანიშვილმა გამოაცალა საზოგადოებას, პარტიებსაც, არასამთავრობო სექტორსაც, საპროტესტო ჯგუფებსაც, ცალკეულ სოციალურ ფენებსაც, იქამდე მივიდა საქმე, რომ ბავშვები ხოცებენ, არ დაგხოცოთ სამალი მოგეცითო. დილუშენის სინდრომით შეყრობილნი, ხო? აი ეს გააკეთა, ანუ რასაც ქვია გაფსქნა ქვეყნის, გაფსქნა პირდაპირ გაგებით და რატოა ეხლა ბორში და სუპის სანატრელი. დაზუსტებული მონაცემები წამოგიღეთ და ექსკლუზივის წესით მინდა თქვენს გადაცემაში გავაგრძელო. აი ვინ წაიღო იმ 5 მილიონი თვითონ სოფლის რო პირდებოდა ეს მატყუარა ბოროტება ხალხს ვინ წაიღო ეს ფული და რატომ არის აი ახლა გაზაფხულია მთელი კახეთი ცხოვრობს მარწყვით. პირველი შემოსავალი მაგით აქვს ხარისხავს ყოველღამე მოდის სეტყვა ახმეტაში საგარეჯოში გურჯანში ლაგოდეხში გაანადგურა ეს მარწყვის მოსავალი ამ დროს შეისყიდეს 1,5 მილიონ ევროთ 2500 რაკეტა სეტყვის დამშლელი და არ უშვებენ რატო არ უშვებენ ყარაულობს ეს რაკეტები ივანიშვილის დუგლაძის და ამ ძმები ჩხაიძეების ვენახებს თუ ყურძნის მიმართულებით მათ ვენახებში რამე პრობლემა შეიქმნება, იქ უნდა გაუშვან მარტო, ხო არ მოგიდგენიათ რა დონეზეა მისული ქვეყნის ნგრევა. ხო და ახლა გითხრათ ის მართველი პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს, ანუ ეს ბიზნეს ოლიგარქიის ბანდა. ზოგი პარლამენტშია ვიმეორებს, ზოგი მთავრობაშია, ზოგი არც ერთგან არ არის, მაგრამ არანაკლებია სტატუსი და გავლენით. რასაც მოინდომებენ, იმ კანონს მიიღებენ, იმ გრანტს დაითრევენ, იმ ტენდერს მოიგებენ. და ამასობაში ქვეყანა გაიწკნა და სუფი გახდა სანატრელი. აი ვინ არიან ესენი? ბოლერო ჯგუფი. 67 მილიონია წაღებული აგროკრედიტი სოფლის მოღრმობის განვითარებისათვის. კარიჭაშვილი ეს ბანდიტი, ვახტანგ კარიჭაშვილი, გორელი მოსკოველი. უბედურებად რომ დაებედა ამ ქვეყანას. 67 მილიონი, 67 მილიონად აღვადგენდით საქართველოში დაცვლილი სოფლებს და ხალხს დავაბრუნებდით, თავად ძროხებს უყიდიდით, ხბოებს და პირველ საწყის კაპიტალს შეუქმნიდით. აგერ 21 მილიონ ნახევარი წაღებული აქვს ზაალ და დავით დუგლაძეებს. ეს არის ივანიშვილის ბანდის დაჯგუფება, სოფლის მეურნეობა. აგროკრედიტზეა მარტო საუბარი. 1 მილიარდია გაცემული აი ამაზე. სხვა მილიარდები კიდე სხვა დროს დავთვალოთ რომ მომიწევთ აქ. აგერ აქ შედის ალექსანდრე ივანიშვილის 33 მილიონი ამის ძმა ეს თავგასებული კაცი როა კახური ტრადიციული მეღვინეობა ზურაბ ჩხაიძე და გოჩა ჩხაიძე მისი ძმა ასკანელი ძმები 18 მილიონი აქვს წაღებული თან ჩვენ ვიხდით ამ ფულს ხომ იცით ეს არის აგროკრედიტი რომელსაც ჩვენ გვახტევინებენ ბიუჯეტში თვითონ არ იხდიან არაფერს და მეორე ჩხაიძეს კიდევ 14 მილიონი აგერ ძმები დაწყობილი აქვს საქმე. ყვარლის ბაგა, აი სკინდლიარძეს რვას მოვიდა ჩვენ ბავშვებს, პაპაშვილები, ბანდიტები, აგერ მაგას წაღებული აქვს ამ აგროკრედიტიდან 10 მილიონი. 10 მილიონად აი მთელი ზემოკახეთის სოფლებს მიეხედებოდა პირველადი კრედიტი მიეცემოდა და ფერმერები აწყობდნენ თავიანთ საწყის მეურნეობას. აგერ ჯგუფი მეღვინეობა, ხარება და აგრობაღები
ალექსანდრე ხარებავა, ეს აფერისტი ხარება რო აქვს, ვითომ და ევროპიდან რო ჩამოაქვს ხელოვნური ღვინის მასალა, აზავებს წყალში და ღვინო ტყიდის. ალექსანდრე ხარებავა 10 მილიონი აქვს აღებული. მე ფაქტებს გიკითხავთ, არაფერს არ ვაჭარბებ. მე აქ არიან ვიღაც მარინა მალაზონია და გიორგი 6 მილიონი აქვს, ეს არ ვიცი მარინა მალაზონია ვინ არის. გიორგი ალვერა. ეს ხალხი ეხა ვიზეს თქვენ საუბრობთ არის მთავარი დასაყრდენი. ეს არის ეს მართული პარტია რეალურად. რომელიც შემომწირველია მე. ბარემ ჩავა ლინგა ბოლოში რა, მაბატიეთ. აგერ ესე იგი გახსოვთ ის სკინტელს რო აძლევდა პაპაშვილს. სკინტელს, ჩირინა. აი ეს აფერისტი ჩირინა ვაშაკიძე 6 მილიონი წაუღია აგროკრედიტიდან. ანუ სკინტლი ისევ ჩვენი ფული დაამზადებინა იმ ქათმებს და მე მიყიდა იმ ჩვენ დასალევ რძეზე. ბანდა დანაშაულებრივი, გენოციდია აქვს ერზე მოწყობილი ხალხო. შემდეგ ვიღაცა გიორგი ისა ხო ბადაგონი 5 მილიონი ნახევარი გიორგი სალაყაია. ესაც აფერისტი რეკლამა რო გადიოდა ბადაგონი რუსული აქცენტით ხო გახსოვთ? ხო თქვენ ხართ ჩემი ბატონი წინანდლის ძველი მარანი ვინ არის ანი მენაბდიშვილი გახანებული მეღვინეობისა და მევენახეობის ოჯახები კახეთში შიმშილით ხოცებიან გვარებიც ვიცით სახელებიც ვერაფერი ვერ შოვის და ეს მენაბდიშვილი ვიღა არის ეხლა თან აიღეს და აუკრძალეს გლეხებს ვენახის გაშენება მოგეხსენებათ უნდა ნებართვა იყოს სამინისტროსი რომ ვენახი გააშენო და ღვინო დაწურო ხალხო ეგეთი რამ არ მოსვლია თავში შახაბას თემურლენგს ნადირ-შაჰს აღა მაჰმად ხანს რომ ქართველი გლეხისთვის აი ეს მსოფლიო დონის პროდუქტი ღვინის დაწურვა აეკრძალოს და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ღამე დაზდგომია სტალინის დროს კახეთში გლეხებს უშიშროება და უთქვიათ, რომ თქვენი ჭირიმე სტალინისთვის ღვინო მოგვეცეთ, იმიტომ რომ მხოლოდ ოჯახის ღვინოს სვავდა ის ატენურს და მანავის მწვანეს ოჯახის ღვინის ფასი ყოველგვარი სამინისტროს და ის რო არის, რა ქვია, სონღულაშვილის მაფიოზა პარიზში რო უყიდია ბინების სოფლის ομრობის მინისტრი, გლეხური ღვინის და მარნის ფასი სოფლიოს არ შეუქმნია არაფერი და რა უნდა შექმნან ამ სანებართო სისტემით გარდა განადგურებისა ამ დარგის. აგერ ვიღაცა ნანი ხო თბილ ღვინო 5 მილიონი გიორგი და ზურა მარგველაჩვილები ვინ არიან არ ვიცი აი მე კინოში რო არის ქტოეტად откуда он пришел это свидетель ხო მაღარო კაპიტალი 5 მილიონი ლაშა იორდანიშვილია ცნობილი ჰესების მშენებელი ბანდიტი წერი მოუშვა ბიბლიური კრავებით თითქოს არაფერი ცოდო არ აქვს ჭადენილი და ახლა მეყვინობას დაუწყია აგერ ტბილისკი ვინი პაგრებ ეთყობა რუსულის გარდა სხვა არაფერი მოიფიქრა ვიღაც სერგეი კრივოშევი ჩვენ უნდა შევინახოთ წავიდეს და პუტინმა შეინახოს რატო არ წმეთ ჩვენი ხალხის ფულს და აძლევთ ოკუპანტებს თუ ბანდა არ ხართ აგერ თქვენ ხართ ჩვენი ბატონი თელიანი ველი საქართველოს კაპიტალი ამათაც წაუღიათ 5 მილიონով და ეს არის ბანდიტი ძმები გილაურების კომპანია საქართველოს კაპიტალი ბანკი რესპუბლიკა და ეს ბანდა რა სრული ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით თქვენ ხართ ჩვენი ბატონი მინდია საბანაძე ეს რუსი ოლიგარქი კარგეთ 4 მილიონი წაუღია აგერ თემურ უგულავას რომელმაც კაზინოებით საქართველოს გაანადგურა და უამრავ ახალგაზრდას თავი მოაკვლევინა უამრავ ადამიანს ბინა დააკარგია თემურ უგულავას იმასაც წაუღია 5 მილიონამდე აგროკრედიტიდან სად ერეკლეო სად უგულავა სად აგროკრედიტი ხალხო აი ამიტომ ენატრება სუფი ხალხს ამიტომ დადიან ჩვენი შვილები მშივრები სკოლაში ამიტომ მიზდით ადამიანებს გული ქუჩაში მეტროში მათ შორის სკოლაში და აუდიტორიებში აი ამიტომ ეს ბანდა უნდა მოვიცილოთ მარტო ივანიშვილი არა მთელი ეს ბანდა არის გასარეკი თავისი ტიტულოვანი ბანდიტი სპორტსმენებით დაცვათ რომ იმაგრეს იქ დიახ დიდი მადლობა უნდა დაგემშვიდობოთ ხო რეკლამის კი და ბოლო კითხვა ბატონო შალვა რომელსაც მინდა რომ სულებს არისო ძალიან დიდი ხანია საუბრობთ კითხვა მინდა რომ დაგისვათ გამოსავალს რაში ხედავთ ეხლა აი ამ მოცემულობაში როცა ოპოზიცია პრაქტიკულად განადგურებულია ფინანსები არის განულებული და არჩევნების თემა შემოვიდა ეხლა დღის წესრიგში ამ პოსტულატის გამოყენების დროს ცოტა ფრთხილად ვიყოთ რადგან ჩემს კარგად მოგეხსენებათ
იქ სადაც დიქტატურაა, არ შეიძლება იყოს ძლიერი ოპოზიცია. დიქტატურა მყარდება რატომ? ოპოზიცია სუსტი. აქ რო ყოფილიყო ოპოზიციური მდგომარეობა, სერიოზული, ძლიერი, ვინ შემოუშვებდა ივანიშვილს ველზე და ვინ გააპოლიტიკოსებდა მას. მაშინვე იყო განადგურებული პოლიტიკური პარტიები, ამან ისარგებლა და შემოვიდა თავისუფლად. ხო, მაგრამ ეხლა რა მოცემულობაც, ეხლა მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ, როგორ შეიძლება გაუშვას ქართული ოცნება ხელისუფლება. ემოციას არ გამოვხატოთ, თქვენ დასაწყისში სწორად აღნიშნეთ, ბინებს დაერია და განსაკუთრებით თავის მეზობლებს. და ერთ-ერთი პირველი ივანიშვილი, ვისაც წაართვა ბინა და გამოასახლა, ჩემი და იყო 2007 წლის იანვარში დააყენა პოლიციელთა ასეული, აგერ ერეკლეს მოედანზე, დღეს სადაც თქვენ აკეთებთ სიუჟეტს, აი იქ ცხოვრობდა შანგრილა რო არის კაზინო, აი მაგ კორპუსში გამოასახლა და სიკვდილამდე ნერვიულობდა და განიცდიდა იმას, რომ თავისი სადაც დაბერდა, იმ ფუძიდან გამოასახლეს და გარდაცვალების წინ მითხრა, რომ ყუთიაო იქ ჩემთან სახლში, სადაც ცხოვრობდა, მე ვერ შეეგვო იმ ადგილს ვერაფრით. ყუთიაო და იმ ყუთში აწვა ყველაფერი საბუთები, რომ მე მოკუთვნოდა ეგ სახლიო. ის სახლი ჯერ დაწვა, ორჯერ დააწვევინა. ისეთი ბოროტება ეს არსება. ხალხი გაასახლა უკვე დამწვასახში ვეღარ ცხოვრობდნენ, მისცა რაღაცა ფული და მარტო ჩემი დაღაიღო, დარჩენილი არ გადიოდა და ძალით, პოლიციის ძალით 2007 წლის იანვარში გაასახლა და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც წინა რეჟიმი მისი მოყვანილი, მისი დაფინანსებული, როდესაც წინა რეჟიმის ეკონომიკური მრჩეველი იყო, მაშინ, როდესაც ერთად ადგენდნენ გადასახადების გეგმებს, როცა აფინანსებდა სპეცრაზმს მიტინგების დასარბევად, ეს მაშინ ხდებოდა და წინა რეჟიმის მიერ მიცემული იყო მითითება სასამართლოებზე, რომ ნებისმიერი სარჩელი ივანიშვილის უნდა დაკმაყოფილებულიყო მათ შორის თავისი მეზობლების ბინებიდან გამოსახლებაზე, მათ შორის ვერის რეგიონში აი შენობების დათრევაზე, ის აბრეშუმის ქარხანა ეხლა რომ ჩალიჩობენ და მათ შორის იპოდრომის ხელში ჩაგდებაზეც თან არასწორ ინფორმაციებს ავრცელებდა, რომ თითქოს ეს იპოდრომი ვიღაც კვარაცხელიასია და ეს მთელი მიტინგოსნები რომ მიდიოდნენ იქ, ლავდე და აგინებდნენ ამ კვარაცხელიას და სინამდვილეში ამისში ყოფილა. ეს წარმოუდგენელი ბოროტება შვა მაპატიოს ღმერთმა, დედამისმა მეგობრებო და დედა საქართველომ, დედა სამშობლომ უნდა დაამთავროს. ეხლა თქვენ მკითხეთ, რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის, რომ რუსთაველი არ დაცარიელდეს. ყოველ დღე იყოს მიტინგები, აქციები, მსვლელობები, პროტესტები, NGO-ების მოწყობილი, პარტიების მოწყობილი, კონკრეტული ჯგუფების მოწყობილი, სოციალური თემატიკა, იმიტომ რომ სოფლიო უყურებს. პულსი და გულისცემა არის ქუჩა, მაინც ქუჩა. და გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნება უახლოეს ხანში ივანიშვილის დასანქცირებაზე, მისი ბანდის ნეიტრალიზაციაზე, უკვე სახეზეა, უკვე საფრანგეთიც კი ავალაპარაკეთ, მას შემდეგ რაც 50,000 წერილი გაუგზავნეთ ბატონ პრეზიდენტ მაკრონს იმის თაობაზე, რომ უკვე სირცხვილია, რომ არასწორად მიიღო დანაშაულებრივად მოქალაქეობა საფრანგეთის კაცმა, ხელი მოაწერა ვიღაც ქალთან. ამ დროს ძველი ქორწინება ძალაში იყო. ეს არის ბათილად ცნობის საფუძველი ნებისმიერ ქვეყანაში. ანგოლა გეიტი ხახვივით შერჩა, არ მოსთხოვეს პასუხისმგები, ყველა დაიჭირეს 1 მილიარდიან რუსული ერაღზე იქ აფრიკულ ქვეყანაში რო შეიტანა. საპატიო ლეგიონერი წოდება საერთოდ დაცინვა იყო ქართულ ხალხზე, რაც მაგან გააკეთა მაკრონმა კონკრეტულად. ეხლა რა ხდება? ეს მინდოდა მეთქვა და ამიტომ გამიკვირდა პატარა დრო. არა, პატარა არა, ნახევარი საათია ვსაუბრობ. მაკრონი წარმოადგენს როთშილდების კლანს. როთშილდების ბანკშია გაზრდილი და ეძახდნენ შოპენს, ფინანსურ შოპენს. რა შოპენი კი ვხედავთ, ხო? სხვათა შორის როთშილდებმა ჟორჟ პომპიდუს გაზარდეს 70-იან წლებში პრეზიდენტად. ეს მეორეა მაკრონი. და როთშილდებს აფინანსებს ივანიშვილი ჩვენი ფულით. მარტო ბოლო ტრანში 10 მილიონი აჩუქა ღარიბაშვილის პრემიერობის დროს როთშილდებს. როთშილდები უწევენ მაკრონთან პროტექციას უწევდნენ და შესაბამისად მაკრონის ანიჭებდა საპატიო ლეგიონერის წოდებას არ სანქცირებდა. ბოლოს და ბოლოს ვაიძულეთ ჩვენ ფრანგული პოლიტიკური სპექტრი დაეწყო მოქმედება დაწყებულია, ის დასანქცირდება საფრანგეთიდან, ის დასანქცირდება ლონდონიდან. ვაშინგტონიდან ელოდება საშინელი საანქციები და ვერ უშველის ერიკ ტრამპი და ვერ უშველის ის ფული, რომელიც გაუშვა იმ ერიკ ტრამპის ორგანიზაციაში, თავისი ჭკუით ქრთამი მისცა ეხლა ტრამპს. ეხლა სასაცილოა, ტრამპს რომ უნდოდეს ამ გზით ფულების გაკეთება, ტრილიონს აძლევდნენ ირანელი მოლები. ტრილიონს მისცემდნენ. პუტინი მისცემდა მილიარდებს ტრამპს. ეს რო იყოს არაღირებულებითი მოვლენა და ტრამპი რო საკუთარ ბიზნესზე იბრძოდეს და მუშაობდეს. აი რადონის იდიოტი უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო. შესაბამისად
მე მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, რომ რეჟიმის საქმე დამთავრებულია, ძალიან მალე მას დავემშვიდობებით, მათი ნება სასტიკად დაენერცხებიან თუ შედარებით რბილად, თვითონ აერჩიონ, დანიშნონ დროზე არჩევნები გამოაცხადონ, რომ ტოვებენ ძალაუფლებას და ხალხს გადასცენ მათი ბედის გადაწყვეტის პრეროგატივა, მე კიდევ წეღან თქვენ კარგად ჩამოთვალეთ, რასაც მოვითხოვთ ტრამპისგან, ეს კონტრაქტი ტრამპ თაუერის მშენებლობაზე შეჩერდეს, სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება, არავითარი დათბობა რეჟიმთან, არავითარი დათბობა მაგნიტსკის სიაში შეყვანა ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდის დასანქცირება ოჯახიანად მთლიანად პარალიზაცია და რაც მნიშვნელოვანია, მე მოუწოდებ ამერიკის ხელისუფლებას გამოიყენოს უნივერსალური იურისდიქცია, გასცეს დაპატიმრების სანქცია ივანიშვილზე და მის ჯგუფზე, როგორც ეს EUTHOS დასკვნაშია, სხვათა შორის უნივერსალური იურისდიქცია, მოახდინოს საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის გზით მადუროსნაირად ივანიშვილის დაკავება და საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენა. აი ეს იქნება ქართველი ხალხისადმი ისეთი მეგობრობის ჟესტი, რომელსაც ჩვენი ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს და ტრამპის ტრამპ თაუერს კი არა, ტრამპის ზელს დადგავს აქ.